სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, ერთი ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც დაახლოებით 100,000 გამომწერი ყავს, რატომღაც საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ხალხი დამოძღროს. და ერთ-ერთი სასულიერო პირის გაკრიტიკების დროს, თავისი გადასახედიდან მხილების დროს, მარხვასთან დაკავშირებით, მან თქვა ესეთი რამე: სასულიერო პირს აკრიტიკებს სიტყვებზე თუ არ იმარხულებ, ვერ გადარჩები. საუბარი არის სასულიერო პირის მიერ მარხვასთან დაკავშირებით, რომელიც თავდაპირველად ღმერთმა დააწესა სამოთხეში და ამას იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თავდაპირველი მარხვა არ შეჭამო, ეს უკვე მცნება, ეს უკვე არის მარხვის დაცვა. ეს პიროვნება ამბობს, რომ ჩვენ საქმეებით კი არა, სარწმუნოებით გადავრჩებით. და აი ციტატა: ჩვენ საქმეზე რომ იყოს გადარჩენა დამოკიდებული, ჩვენ ყველანი ჯოჯოხეთში მოხვდებოდით. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სამოთხეში მოხვდებით, არის ის, რომ ძე ღმერთმა ჩვენს გამო თავი გასწირა და ჩვენ ის ვირწმუნეთ. მეტი არაფერი. ანუ მხოლოდ ეს არის. ჩვენ რომ ის ვირწმუნეთ, აი ამიტომ გადავრჩებით ჩვენ. ჩვენ საქმეებზე რომ ყოფილიყო გადარჩენა დამოკიდებულიო, ყველანი ჯოჯოხეთში მოხვდებოდით. და მოყავს პავლე მოციქულის სიტყვები ეფესელთა მიმართ, მეორე თავის, მერვე მუხლი, მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღმერთისგან. ეხლა მინდა წავიკითხო იოანე ოქროპირის განმარტება. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ჩვენ რას ვფიქრობთ, როდესაც წმინდა წერილს წავიკითხავთ. ჩვენეული გააზრებით, ჩვენეული ინტერპრეტაციის მიცემით. არამედ მთავარი ის არის, რომ განმარტებას ვეძიოთ წმინდა მამებთან. და ერთ-ერთი წმინდა მამა, ღვთაებრივი იოანე ოქროპირი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით. ანუ რას ნიშნავს მხოლოდ რწმენით გამართლდება ადამიანი? რას გულისხმობს აქ პავლე მოციქული? მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღმერთისგან. რამე თუ მადლითა ხართ გამოხსნილ, ამბობს მოციქული. იოანე ოქროპირი ბრძანებს, სიკეთეების სიდიადემ რომ არ გაგაამაყოს, ნახე როგორ გამდაბლებს, როცა გეუბნება, მადლითა ხართ გამოხსნილ. მაგრამ შენი მონაწილეობას რომ არ გააქარწყლოს, იმასაც დაურთავს, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, სარწმუნოებისა მიერ. შემდეგ ჩვენს ამ თავისუფალ მონაწილეობას თითქოს კვლავ ანადგურებს, როცა ასე ამბობს და ეს არა თქვენგან. რწმენაც არ არის თქვენგანო, ამბობს. ქრისტე რომ არ მოსულიყო, მას რომ ჩვენთვის არ მოეწოდებინა, ჩვენ როგორ შევძლებდით გვერწმუნა. ანუ ვითარმე რწმენეს, ნათქვამია რომლისაი არა ისმინეს. ამგვარად რწმენაც ჩვენი მონაპოვარი კი არ არის, არამედ ღმრთისა ნიჭი არს, ამბობს იგი. არა საქმეთაგან, ანუ არამედ ღვთის საჩუქარია და არა თქვენი საქმეების მიხედვითო რწმენა. ხსნისთვის რწმენა არ კმარა, ამბობს მოციქული. მაგრამ ჩვენი მონაწილეობის გარეშე რომ არ გვიხსნას, ღმერთი ჩვენგან რწმენას ითხოვს. თქვა რომ რწმენა გადამრჩენელია, მაგრამ თავისთავად კი არა, არამედ ღვთის მიერ. ღმერთს სურს და რწმენა იხსნის.
მითხარი საქმეების გარეშე რწმენა როგორ გიხსნის? რწმენა თვითონ ღვთის ნიჭია, რაითა არავინ იქადოს და თითოეული პირიქით მადლის მადლიერი ხდება. ამგვარად იკითხავ შენ, მოციქულმა თვითონ აკრძალა გამართლება საქმეებით გვეძებნა? სულაც არა. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმეები ვერავის გაამართლებს და ამას იმიტომ ამბობს, რომ მადლი და ღვთის კაცთ მოყვარეობა აჩვენოს. ვისაც საქმეები აქვს, ღმერთი ხელს არ კრავს, მაგრამ იმათ, ვინც საქმეების მიუხედავად დაიღუპებოდნენ, იგი მადლით იხსნის. ისე რომ ამის შემდეგ ქადილის უფლება სრულებით არავის აქვს. შემდეგ, რაც მოისმინე, რომ ჩვენი ხსნა არა საქმეთაგან, არამედ რწმენით ხდება, უზრუნველი რომ არ დარჩე, შეხედე მოციქულის შემდეგ რას ამბობს. ანუ მარტო ერთი ამონარიდით შინაარს ადამიანი ვერ გაიგებს. აი შემდეგი მუხლი როგორი არის. რამე თუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუის მიერ საქმეთათვის კეთილთა, რომელთათვის წინაისწარ განმზადა ღმერთმან, რაითა მათ შინა ვიდოდით. ახალი ქართულით. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ. დაუკვირდი, თვითონ რას ქადაგებს, იგი აქ ხელახლა შექმნაზე მიანიშნებს. ანუ ხელახლა შექმნა რას ნიშნავს? მეორედ შობა, ანუ ნათლისღება. მართლაც ჩვენი ხსნა არის მეორედ შექმნა. გამოსყიდვის გზით ჩვენ სწორედ არ ყოფნიდან ყოფნად ვართ მოყვანილები. იმ მდგომარეობაში, როგორშიც ადრე ვიყავით, ანუ ძველი ადამიანის მდგომარეობაში, ჩვენ მკვდრები ვიყავით. ახლა კი იმად ვიქეცით, რაც ადრე არ ყოფილვართ. გამოდის ეს მართლაც შექმნა და თანაც პირველზე გაცილებით აღმატებული შექმნა. იმ შექმნით ჩვენ სიცოცხლისკენ ვართ მოწოდებულები, ამით კი კეთილი ცხოვრებისთვის უნარიანები გავხდით. საქმეთათვის კეთილთა, რომელთათვის წინაისწარ განმზადა ღმერთმან, რაითა მათ შინა ვიდოდით. ნახე, როგორ ამბობს? საქმეთათვის კეთილთა, რომელთათვის წინაისწარ განმზადა ღმერთმან, რაითა მათ შინა ვიდოდით. ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის ვართო, ანუ რომ მოვინათლეთ, ქრისტეთი შევიმოსეთ, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ანუ ქრისტეთი შევიმოსეთ და რატო შევიმოსეთ? სიკეთის ქმნისათვის. და შემდეგ, ჩვენ ვინც კეთილი საქმეებისთვის ვართ მოწოდებულები, ამ საქმეებს უნდა მივდევდეთ. ანუ მარტო რწმენაზე კი არ საუბრობს იოანე ოქროპირი, საქმეებზე. შემდეგი მუხლი პავლე მოციქულის ამას გვეუბნება, საქმეებზე სწორედ. სანამ ყველას არ აღვასრულებთ, ყველა საქმე უნდა აღვასრულოთ. უეჭველია იმისათვის არ ვართ მოწოდებულები, რომ რომელიმე ერთი კეთილი საქმე შევასრულოთ, არამედ იმისათვის, რომ ყველა საქმე შევასრულოთ. 5 გრძნობა გვაქვს: ხედვა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება. და როგორც ყველა მათგანი სათანადოდ უნდა ვისარგებლოთ, ყველა სათნოებად ზუსტად ასევე უნდა აღვასრულოთ. თუ კი ვინმე უბიწოა, მაგრამ მოწყალი არ არის, ანდა მოწყალია, მაგრამ მომხვეჭელია, ანდა მართალია, სხვისას არ იღებს, მაგრამ არც თავისას გასცემს. ასეთისათვის ყველაფერი ამაოა. ერთი რომელიმე სათნოება უფლებას არ მოგცემს ქრისტეს ტახტის წინაშე თამამად წარდგეთ. ამისათვის საჭიროა ბევრი, მრავალფეროვანი და მრავალგვარი სათნოება, ანდა უпроსწორად ყველა სათნოება. მოისმინე, რა უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს. წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი, ასწავლეთ მათ, დაიცავით ყველაფერი, დაიცვან ყველაფერი.
რაც მე გიქადაგეთ. ძველი ქართულით ესე გამოითქმის. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ასწავებდით მათ დაამარხვათ ყოველი რაოდენი გაამცენ თქვენ. და სხვა ადგილას უკვე თუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამადგანი უმცირესთაი, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსაც 1000-ა. ანუ ვინც დაარღვევს ამ მცირე მცნებებიდან თუნდაც ერთს, უმცირესად იწოდება 1000 სასუფეველში. ანუ აღდგომისას. გამოდის ასეთი სასუფეველში ვერ შევა, იმიტომ რომ ქრისტე ჩვეულებრივ აღდგომის დროს სასუფეველს უწოდებს. უკვე თუ ვინმე დახსნეს, ამბობს იგი, ერთი მცნებათა ამადგანი უმცირეს ეწოდოს მას. შესაბამისად, ჩვენ ყველა მცნება უნდა დავიცვათ. დაუკვირდი, მოწყალების გარეშე შეუძლებელია 1000 სასუფეველში შესვლა და ჩვენ ცეცხლში წავალთ. თუ კი ამ სათნოებათაგან თუნდაც ერთი დაგვაკლდება. წარვედით ჩემგან იტყვის მხსნელი წყეულნო ცეცხლსამას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. ახალი ქართულით ესე გამოითქმის. წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. მაინც რატომ და რისთვის? რამე თუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი, წყუროდა და არა მასუთ მე. ახალი ქართულით, რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი, წყუროდა და არ მასვით. მათეს 25 თავის 42 მუხლი. ხედავ რომ უფალი მათ სხვა არაფერში ადანაშაულებს და მხოლოდ ამის მოწყალების არქონის გამო იღუპებიან. უგუნური ქალწულებიც დარბაზიდან მხოლოდ ამის გამო განიდევნენ. მართალია მათ უბიწოება ჰქონდათ, მაგრამ ვინაიდან მოწყალება აკლდათ, დარბაზში არ შეუშვეს. შვიდობასა შეუდეგით დადებულია მცნებად, ყოველთა თანა და სიწმინდესა, რომლისა თვინიერ ვერვინ იხილოს უფალი. ამბობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული. ახალი ქართულით ასე გამოითქმის. თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმინდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს. ამგვარად გახსოვდეს, რომ უბიწოების გარეშე შეუძლებელია უფლის ხილვა. თუმცა უბიწოების შემთხვევაშიც ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, იმიტომ რომ სხვა რამე შეიძლება გადაეღობოს. მაგრამ იტყვით თქვენ, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, მხოლოდ მოყვას არ ვეხმარებოდითო. თუ მხოლოდ ამის გამო ვერ შევალთ სასუფეველში, ეს საიდან ჩანსო? იგავიდან მონების შესახებ, რომლებსაც ტალანტები ჰქონდათ მინდობილი. ისინი ყველა სათნოებას ასრულებდნენ, ერთსაც არ ტოვებდნენ, მაგრამ ვინაიდან ერთი ზარმაცი იყო და ტალანტის გამრავლებაზე არ ზრუნავდა, ამის გამო სამართლიანად გააძევეს. არის იმაზე მითითებაც, რომ გენაში მხოლოდ ავსიტყვაობის გამო ჩაცვივდებიან. რომელმან რქვას ძმასა თვისა რაკა, თანამდე ბარს იგი კრებულისაგან განსვლად. და რომელმან რქვას ძმასა თვისა ცოფ, თანამდე ბარს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. ახალი ქართულით, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს და ვინც ეტყვის თავის ძმას შლეგო, ანუ სულელო, რომელსაც ხშირად ხმარობთ ხოლმე ჩვენ, ცეცხლის გეენაში ჩავარდნას იმსახურებს. და აი აქ ჩაურთავ მაქსიმე აღსარებლის განმარტებას. აი რატომ მაგალითად აი სულელოს გამო თანამდები ხდებით გეენაში ტანჯვისთვის. აი ამის გამო ადამიანი ჯოჯოხეთში ხდება. ნახეთ როგორი რატომ ხდება ჯოჯოხეთში. მაქსიმე აღსარებელი ესეთ რამეს ამბობს. ცოფ, ანუ სულელი ნიშნავსო რას? ადამიანს, რომელსაც ეუნები უგუნურს, ხოლო ფსალმუნებში კი წერიაო, თქვა
უგუნურმან გულსა შინათვისა არ არის ღმერთიო. ანუ უგუნურება ნიშნავსო იმას, რომ უარყოფს ადამიანი ღმერთს. აი ამიტომ ნახეთ საიდან სად მიდის. უგუნურს უწოდებ ადამიანს, ესე იგი ადამიანს, რომელიც ღმერთს უარყოფს. აი ამიტომ არ შეიძლება აი ამ სიტყვის თქმა. მავანმა თუნდაც ყველა მცნება შეასრულოს, მაგრამ მხოლოდ შეურაცხყოფელი იყოს. ღვთის სასუფეოში ასეთიც ვერ შევა. ანუ ეს ჩამონათვალი, რაც იოანე ოქროპირი საუბრობს, სახარებასთან დაკავშირებით, სახარებაზე დაყრდნობით უпроსწორად. ეს ყველაფერი საქმეებია. მარტო რწმენა კი არ არის, ეს არის საქმეები. და ღმერთს სიმკაცრეში ნურავინ დაადანაშაულებს იმის გამო, რომ იგი ასეთ ცოდვილებს სათა სასუფეოს ართმევს. აკი ადამიანთა შორისაც თუ კი ვინმე კანონს საწინააღმდეგო რამეს ჩაიდენს, უფლება აღარ აქვს მეფეს თვალით დაენახოს, თუნდაც რომელიმე ერთი დადგენილება დაერღვიოს. მაგალითად, თუ ვინმეს სასამართლოზე უსამართლო განაჩენს გამოუტანს, ძალაუფლებას დაკარგავს. თუ კი იმრუშებს და დანაშაულის ადგილას შეიპყრობენ, უკვე პატივაყრილია და თუნდაც 1000 კანონიერი საქმე აღასრულოს, იღუპება. თუ კი მკვლელობას ჩაიდენს და ამაში ამხელენ, მხოლოდ ეს სავსებით საკმარისია, რომ კაცრი სასჯელი ეწიოს. თუ კი ადამიანურ კანონებს ასე მკაცრად იცავენ, მაშინ განაგაცილებით უფრო მეტად ღვთის კანონები არ უნდა დავიცვათ, მაგრამ ღმერთი კეთილიაო, იტყვი შენ. როდემდე უნდა წარმოვთქვამდეთ ამ უგუნურ სიტყვებს. უგუნურს მე აქ ვუწოდებ არა იმას, რომ ჩვენ ღვთისიკეთე გვწამს, არამედ იმას, რომ ჩვენ თავს ნებას ვრთავთ, ეს რწმენა ბოროტად გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე 1000-ჯერ ვთქვით ამის წინააღმდეგ. მოისმინე, რას ამბობს წმინდა წერილი. ნუ ესრეთ იტყვი, ვითარმედ წყალობა იმისი ფრიადარს. მრავალ თუ იყვნენ ცოდვანი ჩემნი, მოვე მისხნეს. ახალი ქართულით, ნუ იტყვი, გულმოწყალება მისი დიდია და მრავალ ცოდვებს შემინდობსო. ზირაქის მეხუთე თავის მეექვსე მუხლში წერია ეს სიტყვები. წმინდა წერილი არ გვიკრძალავს თქვათ, რომ წყალობა იმისი ფრიადარს, სულაც არა. ამისკენ კი არ გვიბიძგებს, პირიქით, იგი გვირჩევს ამაზე გამუდმებით ვილაპარაკოთ. პავლეც ამისკენ მიმართავს თავის სიტყვებს. არამედ როგორც მომდევნო სიტყვებიდან ჩანს, წმინდა წერილი კიცხავს, როცა ღვთის კაცთმოყვარეობას იმისთვის გაიკვირვებენ, ხოლმე რომ სცოდონ და ასე თქვან, წყალობა იმისი ფრიადარს. მრავალ თუ იყვნენ ცოდვანი ჩემნი, მოვე მისხნეს. ჩვენც ღვთის სიკეთეზე ასე ხშირად და ბევრს იმისთვის კი არ ვლაპარაკობთ, რომ მისი იმედით, რაც მოგვესურვება, ის ვაკეთოთ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ღვთის სიკეთე ჩვენი ხსნის საქმის დაზარალების მიზეზად იქცევა. არამედ იმისათვის, რომ ცოდვებში მყოფებმა იმედი არ დავკარგოთ და შევინანოთ. სიტკბოება ღმრთისაი სინანულად მოგვიყვანებს. ახალი ქართულით, ღვთის სიკეთეს სინანულისკენ მიყავხარ. ეს წერია რომაელთა მიმართ, მეორე თავის მეოთხე მუხლში. თუ უფრო მეტად გაყოვნებს ბოროტებაში. თუ კი ღვთის სიკეთის გამო ბოროტი იქნები, მაშინ შენ მას ადამიანთა წინაშე გალანძღავ, ხოლო მე ბევრ ვინმეს ვხედავ ამგვარადვე, რომ ლანძღავენ ღვთის სულგრძელებას და პასუხს აგებ იმისათვის, რომ მადლით სათანადოდ არ ისარგებლე. ღმერთი კაცთმოყვარეა, მაგრამ იგი სამართლიანიცა, ცოდვებს შეუნდობს, მაგრამ თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიუზღავს. ხაზგასმით წავიკითხავ აი ამ ციტატას ისევ. ღმერთი კაცთმოყვარეა, მაგრამ იგი სამართლიანიცა, ცოდვებს შეუნდობს, მაგრამ თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიუზღავს.
და იაკობ მოციქულის ეპისტოლე მეორე თავის მე-14-26 უხლები ყველაზე თვალსაჩინოდ გამოხატავს იმას, რაზეც ჩვენ საუბრობთ. იაკობ მოციქული ბრძანებს კათოლიკე ეპისტოლეში. კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს, ანუ ეპისტოლე საყოველთაო იყო, არა რომაელების მიმართ, არა თესალონიკელების მიმართ, არამედ საყოველთაო, ყველა ქრისტიანისათვის იყო ეს. ციტატის დასაწყისი: რა ისარგებელ არს ძმანო ჩემნო, ის ვინც ამბობს რწმენა მაქვსო, მაგრამ არ აქვს საქმე. შეძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი? თუ კი ძმან და შიშველია და ლუკმაპური არ გააჩნია და რომელიმე თქვენგანი ეტყვის მათ, წადით მშვიდობით, გაძეხით და გათფით და არ მისცემს მათ სახმარს ხორცისას, რა ისარგებელ არს. ასევე რწმენა საქმის გარეშე მკვდარია თავისთავად. მაგრამ მავანი იტყვის, შენა გაქვს რწმენა და მე მაქვს საქმე. მიჩვენე შენი რწმენა შენ საქმეთაგან და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. შენ გწამს რომ ერთია ღმერთი, კეთილი და პატიოსანი, ეშმაკებსაც წამთ და ძრწიან კიდეც. გნებავს იცოდე ამაო კაცო, რომ რწმენა მკვდარია საქმის გარეშე? განა საქმით არ გამართლდა აბრაამი, მამა ჩვენი, როცა სამსხვერპლოზე შესირა ისააკი, თავისი ძე. ხომ ხედავ რომ რწმენა შეეწია მის საქმეს და საქმით მიაღწია რწმენამ სრულ ქმნილებას და აღსრულდა წერილი სიტყვა, სწამდა აბრაამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ და ღმრთის მეგობრად იწოდა იგი. ხომ ხედავ რომ კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით. აი აქ მთავრდება ციტატის დასასრული. ასევე წაგიკითხავთ, მაცხოვრის სიტყვები არის მათეს სახარების მე-16 თავის 27 მუხლი. რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით და თავის ანგელოზთა თანხლებით და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს. პირდაპირ ნათქვამია. მაგრამ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი აი ამ ციტატის განმარტებასთან დაკავშირებით ამბობს ასეთ რამეს. აქ შეგვიძლია მისთვის ცრემლი, სულთქმანი და მოწყალებანი გავიღოთ. იქ კი არა, ანუ სინანული საშუალება აქ გვეძლევა. იქ თითოეულს საქმეთა მიხედვით მოუსყიდველი მსაჯული განვრჟის. საქმეთა მიხედვით. 10 ქალწულის იგავში, როდესაც სულელი ქალწულები ეუბნებიან ბრძენ ქალწულებს, გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, რადგან ლამპრები გვიქრება, წმინდა იოანე ოქროპირი ამ ეპიზოდის განმარტებისას ასეთ რამეს ამბობს. თუ ჩვენ გღალატობენ საკუთარი საქმეები, მაშინ ვერავი შეუძლია ჩვენი დახმარება. და არა იმიტომ, რომ არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლია. ტალანტის იგავის განმარტებისას წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი კი ასეთ რამეს ამბობს. სიხარული უფლისა ის განუწყვეტელი მხიარულება, რომელიც ღმერთს აქვს, იგი ხარობს თავისთა თვისთა საქმეთა ზედა, როგორც ამას ამბობს დავითი 103 ფსალმუნის 31 მუხლში. საკუთარი საქმეებით ასევე ხარობენ წმინდანებიც, მაშინ როცა ცოდვილნი თვისთა საქმეთა გამო წუხარებენ და ნანობენ. აზრის გამოტანა ვისაც შეუძლია, მე მგონი ამას ბევრი განმარტება არ ჭირდება, რომ ადამიანი მხოლოდ რწმენით კი არ გამართლდება, არამედ საქმეებიც საჭიროა იმისათვის, რომ გამართლდეს და ცხონდეს. ვისაც აცხენ ყურნის სმენად, ისმინოს.